ქსიფილინოსის გელათური კრებულების მნიშვნელობაზე მინდა რომ ვისაუბროთ დღეს და უბრალოდ მის მნიშვნელობაზე, როგორც ქართული შუა საუკუნეების ქართული გრამატიკული აზრის წყაროდ გამოყენება რამდენად არის შესაძლებელი ამ კრებულების. კიმენური და წინამეტაფრასული ჰაგიოგრაფიის შემდეგ ბიზანტიურ მწერლობაში მე-10 საუკუნეში აქტუალური გახდა ტექსტების გარდაკაზმვა, გამეტაფრასება, რაც სვიმეონ მეტაფრასტის იგივე ლოგოთეტის სახელს უკავშირდება. სვიმეონის შრომა თითქმის თანადროულად გახდა ხელმისაწვდომი ქართველი მკითხველისთვის, ფაქტობრივად ძალიან მცირე დროში ეს ქართულადაც ხელმისაწვდომი იყო, იმიტომ რომ ამ კრებულიდან სხვადასხვა თხზულებების თარგმნა დაიწყეს ჯერ კიდევ ექვთიმეათონელმა, შემდეგ დავით ტბელმა, სტეფანე სანანოისძემ, გიორგი მთაწმინდელმა, გიორგი მთაწმინდელის შემდეგ კი მისმა მოწაფემ თეოფილე ხუცესმონაზონმა სრულად თარგმნა სექტემბრის თვის საკითხავები. საფიქრებელია, რომ მასვე სრულად უნდა ეთარგმნა ოქტომბრისა და ნოემბრის საკითხავებიც. სვიმეონ მეტაფრასტმა მოასწრო მხოლოდ ეგრეთ წოდებული ზამთრის თვეების საკითხავების მომზადება, ეს არის სექტემბერ-იანვრისა. დანარჩენი 7 თვის საკითხავები კი თებერვალ-აგვისტოსი დაასრულა და მეტაფრასული კრებულები გამართა იოანე ქსიფილინოსმა მე-11 საუკუნის 80-იან წლებში. თუმცა როგორც მიუთითებენ, სვიმეონს უნდა ჰქონოდა მომზადებული რამდენიმე ტექსტი სულ 26 ზაფხულის თვეების სხვადასხვა დღის საკითხავებისა. თეოფილე ხუცესმონაზონი თავის მიერ თარგმნილ სექტემბრის თვის საკითხავების შესავალში, რომელიც ათონის მთაზე ივერთა მონასტრის წიგნსაცავში ინახება, ათონი 20 ლიტერით შესავალში წერს, რომ სვიმეონ მეტაფრასტის შესახებ წერს ამან სანატრელმან აღუწერა ქრისტიანეთა 12 ესე წიგნი მეტაფრასტი. ამ ცნობის ინტერპრეტაციას იმგვარად, რომ სვიმეონმა შეადგინა 12 თვის მეტაფრასული კრებული შესაძლებლად მიიჩნევს ნარგიზა გოგუაძე. მით უმეტეს, რომ თეოფილე ამავე შესავალში წერს 12-თაგან ესე ერთი გამომიღიაო. ერთი ესე სექტემბრის თვის საკითხავებია, ესე იგი შეიძლება ვიფიქროთ, რომ დანარჩენი ტომებიც თვეების მიხედვით უნდა ყოფილიყო დაყოფილი. თუმცა კი უფრო ადრე კორნელი კეკელიძე აჩვენებს, რომ ერთი მხრივ თეოფილე ხუცესმონაზონის მართალია, როცა სვიმეონს მიაწერს მეტაფრასების 12 წიგნის შედგენას და მეორე მხრივ ისიც სიმართლეა, რომ სვიმეონმა მხოლოდ ზამთრის თვეების, ესე იგი 5 თვის საკითხავები მოამზადა და ამის მომზადება მოასწრო სრულად. საქმე ისაა, რომ ამას ახლა აღარ ჩაუღრმავდები, საქმე ისაა, რომ აქ გასათვალისწინებელია თვეების თითოეულ თვეში საკითხავების რაოდენობა დღეების მიხედვით და ზოგიერთი თვე, ვინაიდან დატვირთულია ყოველდღიური საკითხავებით და არ არის ეგრეთ წოდებული თავისუფალი ადგილები, უფრო ვრცელია და შესაბამისად ორ ტომად არის განაწილებული და ერთ ტომში ამისი აკინძვა მით უმეტეს მაშინდელი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე არ იყო ხელსაყრელი. ამიტომ რაოდენობრივად 12 ტომი უნდა ჰქონოდა სვიმეონს მომზადებული, თუმცა ეს არ იყო 12 თვის საკითხავები, იმიტომ რომ შემდეგ იოანე ქსიფილინოსმა დაასრულა ის, რაც ვერ მოასწრო სვიმეონ მეტაფრასტმა. ზამთრის თვეების საკითხავების შესახებ მეტნაკლებად ასე თუ ისე ნათელი სურათი გვაქვს, ვიცით მთარგმნელების ვინაობა ქართულად ვინ თარგმნა, იმიტომ რომ ექვთიმემ, გიორგიმ, დავით ტბელმა და სხვებმა ჩამოთვალეთ, რომ თარგმნეს. გვაქვს პარალელური თარგმანები მათი და შეგვიძლია შევადაროთ. იმავეს ვერ ვიტყვით ზაფხულის თვეების მეტაფრასული კრებულების შესახებ. ამ კრებულებმა ჩვენამდე ძირითადად მე-16 საუკუნის ხელნაწერებით მოაღწია, თუმცა გვაქვს მე-12 საუკუნის დედნებიც. ქართული თარგმანები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული თარგმანები ზაფხულის თვეების საკითხავების, იმიტომ რომ ბერძნულად იოანე ქსიფილინოსის კრებულები ამ სახით, კრებულების სახით არ არის შემორჩენილი და ამდენად ქართულ მასალას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირველ წყაროს აღდგენისთვის. აქ დავაზუსტებ, რომ გულისხმობთ კრებულს, თორემ თხზულებები სხვადასხვა, რომელიც ამ კრებულშია შესული, ცხადია ბერძნულად შემორჩენილია, თუმცა ისეთებიც არის თანაც არაერთი და ეს ქართულის უპირატესობაა ეს, რომელთა ბერძნული დედნებიც არ არსებობს, თხზულებებისაც კი და კრებულზე უკვე მოგახსენეთ, რომ კრებულები ბერძნულად არ არის შემორჩენილი იოანე ქსიფილინოსის და ამდენად ქართულ მასალას ბიზანტიოლოგები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეტაფრასტიკის კვლევისას.
მათი თარგმანები თუმცა ჩვენ არ ვიცით მათი ქართულად თარგმნელების ვინაობა და ამ ყველაფერს კვლევა სჭირდება. ზაფხულის თვეების, ესე იგი იოანე ქსიფილინოსის მიერ შედგენილი მეტაფრასული კრებულების ქართულად თარგმნა, მე-12 საუკუნემდე ისედაც არ ივარაუდება, იმიტომ რომ თავად იოანე ქსიფილინოსმა ამ ტექსტებზე მე-11 საუკუნის 80-იან წლებში იმუშავა. ამასთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, რომ ქსიფილინოსის შრომა ქართულად უთარგმნიათ მე-12 საუკუნეში და არის საფუძველი ვიფიქროთ დემეტრე მეფის დროსო, პეტრი წონულის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენლების მიერ. ამ თარგმანს ბატონობა მოუპოვებია ჩვენში, ასე რომ თებერვალ-აგვისტოს მეტაფრასები ან საკითხავები ძირითადად მხოლოდ ამ თარგმანითაა წარმოდგენილი ჩვენს ძველ მწერლობაში. ფაქტია, რომ მე-12 საუკუნეში გელათის სამწიგნობრო სკოლაში ითარგმნა და შედგა ზაფხულის თვეების მეტაფრასული კრებულები, თარგმნელთა ვინაობა ანონიმურია, ვიცით მხოლოდ ის, რომ თარგმნელი თუ თარგმნელები საკმაოდ განსწავლულები ყოფილან როგორც ბერძნული, ისე ქართულ გრამატიკასა და ლექსიკოლოგიაში და ამას კარგად აჩვენებს თხზულებაზე დართული თარგმნელების განმარტებები. სანამ ამ შენიშვნების შესახებ ვისაუბრებთ უფრო ეს გახლავთ სწორედ იოანე ქსიფილინოსის მეტაფრასული კრებულები, რომელიც ქუთაისის მუზეუმშია დაცული და რომლებიც საკმაოდ დიდი ტანისაა და მძიმე ხელნაწერები, ეს ადვილი წარმოსადგენია რა რამხელა შრომაა ჩადებული ამის გადასაწერად და თავის დროზე სათარგმნელად და ამ კრებულების შესახებ მოკლედ მოგახსენებთ, რომ მე-16 საუკუნეშია ეს ასლები გადაწერილი, როგორც ცნობილია, მე-16 საუკუნეში კათალიკოსების ევდემონ ჩხეტიძისა და ერთიმე პირველი საყვარელიძის დაკვეთით, უფრო მეტად ევდემონ ჩხეტიძეს გულისხმობთ ამ მეტაფრასულ კრებულებთან მიმართებით, ხელახლა გადაიწერა მთელი წლის მეტაფრასული კრებულები. ყველა მათგანი დღეს ინახება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში და ამათგან ზაფხულის თვეების საკითხავები, რომელზეც დღეს გავამახვილებთ ყურადღებას, არის K1, K2 და K3 და ესენი მე-16 საუკუნის ხელნაწერებია, მათი დედნები დაკარგულია, არ გვაქვს ორიგინალები, ერთადერთი გამონაკლისის გარდა K3-ის დედანს, ივნისისთვის საკითხავების დედანს წარმოადგენს ეს 417 ხელნაწერი, რომელიც თბილისში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება და მისი გადაწერის თარიღად მე-12 საუკუნეს მიუთითებენ. მათი შედარება გვიჩვენებს, რომ K3-ის დედანი ნამდვილად არის ეს 417 და სხვა კრებულების შემთხვევაში დედნის აღდგენა ვერ ხერხდება, დედნება ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამასთან დგება საკითხი, რამდენად შეგვიძლია ვენდოთ გვიანდელ ასლებს მე-16 საუკუნის ხელნაწერებს და მივიჩნიოთ ისინი მე-12 საუკუნის ენობრივი ვითარების ამსახველად, უბრალოდ აი ეს კომენტარები რაც დართული აქვს, რამდენად შეიძლება რომ მივიჩნიოთ ავთენტურად. ამის შესახებ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებლად შეგვიძლია თამამად ვენდოთ ასლებს, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს K3-ისა და S417-ის შედარება, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა შეგვიძლია ასლი და ორიგინალი შევატაროთ ერთმანეთს და იმდენად ზუსტად არის გადაწერილი ორიგინალი მე-16 საუკუნეში, რომ ხელნაწერის შეცდომებიც კი გამეორებულია ორიგინალისა და ფორმაც კი, ვთქვათ, კომენტარის განთავსება აშიაზე მისი ადგილი და ეს ტექსტის განლაგება გვერდზე, ესეც კი მაქსიმალურად არის დაცული. და რა კი ეს გადამწერები ერთი ჯგუფია, ერთი ჯგუფის მიერ არის გადაწერილი ეს მთელი კრებული მე-16 საუკუნეში კრებულები, გვაძლევს საფუძველს, რომ სხვა შემთხვევაშიც, რომელთა დედნებს ვერ ვადარებთ სამწუხაროდ, მათი ჩვენება მივიჩნიოთ ავთენტურად და ეჭვის შეტანის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. აქვე უნდა ვახსენოთ ზაფხულის თვეების საკითხავების ერთი თავისებურებაც, ეს არის ივნისისა და აგვისტოს საკითხავებში ჩართული ორი ეგზეგეტიკური თხზულება, ეს არის ამოს და მიქია წინასწარმეტყველების ტექსტების განმარტება. თეოდორ ტეკვირელის განმარტებებია ამ ორი წინასწარმეტყველისა შეტანილი სრულად. მეტაფრასულ კრებულებში ეგზეგეტიკური თხზულებების ჩართვა მოულოდნელი და უჩვეულოა, არც ერთი სხვა თვის საკითხავში, არც ზამთრის, არც ზაფხულის თვეების საკითხავებში წინასწარმეტყველთა და ან სხვა ტიპის ეგზეგეტიკური ტექსტი შესული არ არის და ესეც მაგაც ორი ახსნა შეიძლება მოეძებნოს, ერთი ან ისეთი ბერძნული დედანი ჰქონდა თარგმნელებს ხელთ, სადაც ეს ტექსტები შეტანილი იყო, ანუ თავად იოანე ქსიფილინოსმა შეიტანა
ამ საკითხავებად, კონკრეტული დღის საკითხავებად ეს ტექსტები, ამაზე ზიზიარებს ნარგიზა გოგუაძე, ან შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ქართველი რედაქტორის გადაწყვეტილება ამ თავისუფალ დღეებზე შეეტანა ეგზეგეტიკური თხზულება თეოდორიტე კვირელისა. რედაქტორები კრებულის შედგენილობაში არც თუ ისე ძალიან ხშირად არა, მაგრამ მაინც ერეოდნენ ხოლმე, მაგალითად ზამთრის თვეების ერთ მთარგმნელი ეფრემ მცირე, სწორედ ასე რედაქტორად მოიაზრება უფრო და არა მთარგმნელად, იმიტომ რომ მან სხვადასხვა ტიპის ტექსტები, ისე ვთქვათ, მოკრიბა, თავისუფალი დღეების საკითხავები შეავსო, სხვა თარგმნელთა მიერ უკვე შესრულებული შრომით და გარკვეული კომპილაცია გააკეთა. შეიძლება აქაც გქონდეს საქმე ამასთან, თუმცა უფრო მეტად სავარაუდოდ ითვლება ეს თავად იოანე ქსიფილინოსის გადაწყვეტილებად, ასე ვთქვათ. ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ ქსიფილინოსის კრებულების ქართული თარგმანების შემცველ ხელნაწერებში ხშირად ხვდებით თარგმნელების დამატებით კომენტარსა თუ შენიშვნას თხზულებათა სხვადასხვა მონაკვეთთან დაკავშირებით და სწორედ აი ასეთ კომენტარებზე მინდა დღეს ვისაუბრო. ზოგადად ტექსტის განმარტება და აშიაზე კონკრეტული პასაჟისთვის განმარტების მიწერა რასაკვირველია ბიზანტიაშიც და საქართველოშიც განპირობებული არის ერთი მიზეზით და ერთი მიზანი აქვს, ეს არის ტექსტის სწორად გაგება და ტექსტის სწორად გასაგებად ქსიფილინოსის შრომის ქართულად მთარგმნელს თუ მთარგმნელებს მრავალი კომენტარის და შენიშვნის დართვა დასჭირდათ აშიებზე. ეს კომენტარები მრავალფეროვანია. აქ პირველ რიგში ერთმანეთისგან და განვასხვაოთ ქართული თარგმანების დედნისეული, ესე იგი მე-12 საუკუნის გელათური ხელნაწერებისა და გადამწერისეული მე-16 საუკუნის შენიშვნები. ეს კომენტარები მარტივად გასამიჯნია ერთმანეთისგან, იმიტომ რომ მე-16 საუკუნის კომენტარები ძირითადად ეხება ჩივილს ქაღალდის ხარისხზე, ან მელნის უხარისხობაზე და ესეთ ტექნიკურ დეტალებზე, ასე ვთქვათ, ამის გამორჩევა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და სხვა ტიპის შენიშვნი მარტივად იდენტიფიცირებადია დედნისეული კომენტარები. პირველი კომენტარი, რაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება და ჯერ ვიტყვით იმას, რომ განსაკუთრებით დატვირთულია ამგვარი კომენტარებით K3 ივნისისთვის საკითხავების კრებული და აქ ძალიან საინტერესო კომენტარია დაკავშირის ერთი ფუნქციის შესახებ. და აქვე აღნიშნოთ იმასაც, რომ ქართველი მთარგმნელები მეტაფრასულ კრებულებზე დართულ კომენტარებში ქართულის ვითარებას უჩვენებენ ბერძნულის შუქზე. ანუ ამოსავალი მათთვის არის ბერძნული. თუმცა ბერძნულის გავლით ქართული ენის თვისებებზე საუბარი მნიშვნელოვან მასალას გვაწვდის შუა საუკუნეების ქართული გრამატიკული აზროვნების შესახებ. განყენებულად ქართულენობრივ მახასიათებლებზე მსჯელობა ამგვარ მეტატექსტებში ნაკლებად, თუმცა მაინც გვხვდება. ერთ ასეთ მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ აი ეს კონტექსტი, რომელსაც ახლა ხედავთ, ეს არის ეს 417, ეს ნამდვილად მე-12 საუკუნის კრებულიდან არის. ეს არ არის ასლიდან ამოღებული კონტექსტი, სადაც საუბარია დაკავშირის ერთი ფუნქციის შესახებ. ეს არის წმინდა ბარნაბა მოციქულის მოსახსენებელის ტექსტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ვითარ იხილა უფალი და ქრისტე. და შემდეგ ეს კონტექსტი გრძელდება. და ამ დაკავშირს თავზე მისათითებელი ნიშანი უზის, იგივე ნიშანი არის გატანილი აშიაზეც, სადაც ვკითხულობთ საინტერესო კომენტარს. წარმოდგენილია სლაიდზე და ამას აღარ წავიკითხავ, აქ საუბარია იმაზე, რომ იხილა უფალი და ქრისტე და რომ აქ არ არის იმ ფუნქციით გამოყენებული რა ფუნქციითაც როგორც წესი მიჩვეულები ვართ ხოლმე რომ უნდა იყოს. მოგეხსენებათ, რომ მაერთებელი კავშირები 4 ჯგუფად იყოფა, მაჯგუფებელი, მაცალკევებელი, მაპირისპირებელი და მაიგივებელი. დაკავშირი თავისი ძირითადი ფუნქციით სწორედ მაჯგუფებელი კავშირია. შესაძლოა გამოყენებული იყოს მაქვემდებარებელი კავშირის ფუნქციით, მაგალითად როგორიც არის რა იგნებავს და გიყო თქვენ, მაგალითად ამ წინადადებაში გვაქვს მაქვემდებარებელი კავშირის ფუნქციით, თუმცა როგორც მაერთებელი კავშირი, ის ძირითადად მაჯგუფებელი კავშირის ფუნქციით გამოიყენება, სწორედ ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია ქართულ გრამატიკაში. ზემოთ მოყვანილი კომენტარის ავტორი გვაფრთხილებს, რომ არ შევცდეთ და ამ კონტექსტში დაკავშირი მაჯგუფებელ კავშირად არ მივიჩნიოთ. არამედ ხაზგასმით გვეუბნება, რომ აქ და გამოდის მაიგივებელი კავშირის ფუნქციით. იხილა უფალი, რომელ არს ქრისტეცა. სამეცნიერო ლიტერატურაში მაიგივებელ კავშირებად მიჩნეულია ანუ და ესე იგი, ძველი ქართულით ესე იგი არს
კავშირები. შოთა ციციგური შენიშნავს, რომ დაახლოებით იმავე ფუნქციით ძველსავე ქართულში ვადასტურებთ, რომელ არსს, რომელიც განსაზღვრებითი წინადადების კონსტრუქციიდან მოდის. სწორედ რომელ არსს იყენებს ჩვენი კომენტარის ავტორიც, რათა ახსნას დაკავშირის მნიშვნელობა განსამართ კონტექსტში. ესე იგი, იხილა უფალი და ქრისტე უდრის ამას იხილა უფალი, რომელ არს ქრისტეცა. ესე იგი, დაუდრის რომელ არს. ეს კონტექსტი და მით უფრო კომენტარი შესაძლებელს ხდის დაკავშირის ფუნქციებს ძველ სამწერლობო ქართულში მაიგივებელ კავშირად გამოყენების ფუნქციაც დაემატოს. მით უმეტეს, რომ მისი მნიშვნელობა როგორც ერთგვარ წევრთან მაკავშირებლისა, რამდენადმე იგივეობის გაგებასაც მოიცავს. ამ გრამატიკული კომენტარების გარდა ძალიან ხშირია ეგრეთ წოდებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, თარგმნითი კომენტარები, როცა ქართველ მკითხველს ძირითადად განუმარტავენ ბერძნული ანთროპონიმების ეტიმოლოგიასა და მნიშვნელობას, მაგალითად განმარტებულია ევვული, კალინიკოს, ატვიქი, ევტვიქი, კირიკოს და სხვა ანთროპონიმები, რომელთა ეტიმოლოგიები არის მიწერილი აშიაზე და ესე იგი არის, როგორც წესი, ასე განიმარტება ხოლმე, მაგალითად ატვიქი, ესე იგი არის უბედოი, ევტვიქი, ესე იგი არის კეთილბედი და ასე შემდეგ. ასევე თარგმნითის გარდა გვხვდება განმარტებითი კომენტარები ლექსიკური ერთეულების, ეს არის ფაქტობრივად სალექსიკონო განმარტებები, ზოგჯერ ასეთი განმარტებები დართული აქვს ქართულ ლექსიკურ ერთეულს, ზოგჯერ კი ბერძნულის ტრანსლიტერირებულ ფორმას. მაგალითად, აქ მაგალითებში ვხედავთ, რომ განმარტებულია მაგალითად შესალტოლველი, რომელიც სპეციფიკური ადგილია, ასე ვთქვათ, საკურთხევლის იატაკის ქვეშ, სადაც წმინდა ნაწილები ინახებოდა. ამას განგვიმარტავს შემდეგი კომენტარი ასევე, რომელიც სამწუხროს განმარტავს, რომ სამწუხრო ამ კონტექსტში ნიშნავს დასავლეთს, ასევე ტოპოტირიტნი და კომენტარში აღნიშნულია, რომ ტოპოტირიტი ეწოდების პატრიარქთა გინა მთავარ ეპისკოპოსთა წინ ადგილთა მათთა ცვად და აღმომსებელად კრებათა შინა მივლინებულთა მიერ. ანუ ნდობით აღჭურვილი პირი, ასე ვთქვათ, ვინც მის ნაცვლად პატრიარქისა მთავარ ეპისკოპოსის ნაცვლად მიიღებს მონაწილეობას კრებაზე. ეს სალექსიკონო განმარტებები, როგორც ვთქვით, ასევე დართული არის აშიაზე და ერთი საინტერესო ასეთი განმარტება, ვრცელი კონტექსტია და არ წავიკითხავ, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ აქ საუბარია, ტექსტში ნახსენებია ასოთა, შესრულებათა ასოთა ისა, კომენტარში კი ნათქვამია, რომ ასოებად ნივთთა უწოდს, ცხადარს, ვითარ წყალსა, ქვეყანასა, აერსა და ცეცხლსა. ეს კომენტარი არის დართული 10 ივლისის საკითხავზე, წმინდა 45 მოწამის სომხეთში წამების ტექსტია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომენტარში მთარგმნელი განსამართ ლექსიკურ ერთეულს მისი სინონიმით განმარტავს. ასოებად ნივთთა უწოდსო წერს. ესე იგი, ასო და ნივთი სინონიმებიაო. როგორც ჩანს, მკითხველისთვის, რომელმაც უკვე იცის, რომ ნივთი წყალსა, ქვეყანასა, აერსა და ცეცხლსა ჰქვია, დამატებით გახდა საჭირო იმის განმარტება, რომ ეს 4 ელემენტი თხზულებაში ასოებად იწოდება და არა ნივთად. პირველ საწყისი ელემენტების საერთო სახელად და ბერძნული სტოიხეიონის ეკვივალენტად ასო ქართულ სივრცეში იოანე პეტრიც შემოაქვს. მანამდე მათ აღსანიშნავად ნივთი გამოიყენებოდა და ამაზე ქალბატონ დამანას საკმაოდ ცუდად აქვს გამოკვლევა და არაერთგან შეგვიძლია მის სტატიებში ამას გავაცნოთ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ქსიფილინოსის კრებულის ან ამ კონკრეტული თხზულების ქართულად მთარგმნელი იოანე პეტრიცია, თუმცა ეს მოსაზრებაც საკმაოდ აქტუალურია სამეცნიერო სივრცეში და ხშირად ფიქრობენ, რომ იოანე პეტრიცია მთარგმნელი, თუმცა საინტერესოა შემდგომი კვლევებისთვის. ასევე ერთგვარ ხერხს წარმოადგენს სახელთა მსგავსებით გადმოცემული ადგილის განმარტება, ეგრეთ წოდებული სიტყვათა თამაში, რომელიც ქართველებისთვის გაუგებარია, იმიტომ რომ ეს ბერძნულ ტექსტზეა აღებული. აქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის კოზმასა და დამიანეზე საუბარი, კოზმეო და დამა ძოზმნები ბერძნულისა, რომელსაც ქართველი კომენტატორი, ასე ვთქვათ, განმარტავს, რომ აქ ბერძნულში სინამდვილეში სიტყვათა თამაშთან გვაქვს საქმე და განმარტავს ზუსტად რა
რა ტექსტი რას ეხება საქმე, ასევე უცხო ჩვეულებათა განმარტება. ეს ძალიან საინტერესო კომენტარი, იმიტომ რომ მე სხვაგან არ მინახავს წილისყრის განმარტება, წილიგდეს, წილისყრა ბევრ ტექსტში გვხვდება როგორც რაღაცა არჩევანის საშუალება, თუმცა განმარტება კონკრეტულად რას გულისხმობს ეს წილისყრა, რა პროცედურაა, ასე ვთქვათ, არის მოცემული ზუსტად აქ და დეტალურად არის ახსნილი რა როგორ ხდება გათვლა, ასე ვთქვათ და უპირატესი არჩევა ამ გათვლის შედეგად. და ბოლო კომენტარს შევეხები, ამას არ წავიკითხავ, ახლა ვრცელი კომენტარია და ამის გამო და აი სქესის შესახებ კომენტარები, ეს სქესის კატეგორია ძალიან პოპულარულია ქართულში, როგორც მოგეხსენებათ, უბრალოდ ეს პრობლემა, იმიტომ რომ ქართულში სქესი არ გვაქვს და ბერძნულის გადმოტანისას ძალიან რთული იყო ამ პრობლემასთან შეჭიდება და ეს სიტყვა იართრონთათვის პირველი ქართული გრამატიკულ ტრაქტატად წოდებული ამ ვრცელ კომენტარშიც სწორედ არტიკლის გარდა სქესის კატეგორიაზეც არის საუბარი. რასაკვირველია, მეტაფრასულ კრებულებშიც არის ეს პრობლემა და აქ საინტერესოა ის, რომ მეტაფრასულ კრებულებში ყოველთვის არის ეს სამი ფორმა დასახელებული: დედალი, მამალი და არარომელი. დედალი და მამალი გასაგებია, რომ ეს არის დედრობით და მამრობითი სქესი და ამასვე იყენებს ეფრემ მცირე სიტყვა იართრონთათვის ტექსტში, თუმცა მესამე ტერმინი საშუალი სქესის გადმოსაცემად, რომელიც მეტაფრასულ კრებულებშია გამოყენებული არარომელი და ეს რეგულარულად ასეა, უცხოა სიტყვა იართრონთათვის ტექსტისთვის, იქ შუა გამოიყენება ყოველთვის მთელს ტექსტში, იქ ეფრემი ყოველთვის ამბობს შუას, საშუალი სქესის გადმოსაცემად, აქ კი არარომელი არის გადმოცემული და აქ საინტერესოა ის, რომ მხოლოდ არსებით სახელებში კი არ არის სქესი გარჩეული, მაგალითად მონაზონი, მონაზონა, კაცი, კაცაი, არამედ ნაცვალ სახელებშიც გვაქვს ყოველნი, ანუ ყველა მამაკაცი და ყოველანი, ანუ ყველა ქალი. ნაცვალ სახელების დონეზეც არის გარჩევა აქ გრამატიკული სქესის. ეს ფაქტები და აი ამას ვიტყვი და ერთ წუთში დავასრულებ. ეს ორთოგრაფიის საკითხსაც უნდა შევეხოთ. ეს არის ორმაგი უარყოფა ბერძნულისთვის, რომელიც ბუნებრივია და დამახასიათებელია ბერძნულისთვის და უჩვეულოა ქართულისთვის. ორმაგი უარყოფა არ არის უჩვეულო ქართულისთვის, მაგრამ ამგვარი, როგორც აქ არის წარმოდგენილი, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს მომავალში ამ მოქმედების შესრულებას, ანუ ეს არის კაცრი აკრძალვა ბერძნულში უმე ერთად გამოყენებული ორი სხვადასხვა ნაწილაკისა. ამას განმარტავს ქართველი მთარგმნელი, ეს არის არავერ განევტეს და არავერ განერეს ორჯერ არის გამოყენებული და კომენტარს წაიკითხავთ ალბათ და წერს მთარგმნელი, რომ ეს უფრო გრამატიკოსების და ფილოსოფოსებისთვის არის დამახასიათებელიო და როცა აი ნამდვილად უნდა თქვათ, რომ მომავალში ეს ვერ მოხდება, აი მაშინ მიმართავენო და საინტერესოა, რომ აღნიშნავს, რომ ქართველებსაც გვაქვს ეს ასეთი რამ დამახასიათებელია და როცა ნამდვილად არ გავაკეთებთ რამეს, ვამბობთ, რომ არა ვიქ ამას რა ისმე, არა, ვერ. აქ გასაგებია, რომ ეს არ არის იგივე, რაც ბერძნულის არავე და ეს რომ იგივე იყოს, თარგმნას არც დასჭირდებოდა ამაზე დამატებით კომენტარის გაკეთება და აქ უფრო ექსპრესიულია ეს უარყოფითი ნაწილაკის გამეორება და ბერძნულში ეს უბრალოდ გამეორება არ არის, იქ სხვა უარყოფითი ნაწილაკებია, რაც ქართველმა მთარგმნელმა არავერ ნაწილაკებით გააკეთა და ორთოგრაფიას მინდა შევეხო. ამგვარი შემთხვევებში რასაკვირველია უპირიანი იქნება, რომ ტექსტების გადმოწერისას და გამოცემისას მით უმეტეს აქ არ დავსვათ მძიმე, იმიტომ რომ თუ არავერ ნაწილაკებს შორის დავსვამთ მძიმეს, კონოტაცია ოდნავ შეიძლება. შინაარსი დამეთანხმებით, რომ არ შეიძლება, თუმცა კონოტაცია და ის გაგება, რაც ამ ყველაფერში ჩადა მთარგმნელმა, ნამდვილად დაიკარგება. ამიტომ აი ეს კომენტარები კიდევ ერთი წყაროა შუა საუკუნეების ქართული თეორიული გრამატიკის ერთგვარი რეკონსტრუქციისთვის. მადლობა და ბოდიში თუ გადავაჭარბეთ დროს.